აბა მობძანდით ძვირფასოეკა როგორ ახლა მოდი გაკოცე მოდი შინაურულ სივრცეში აქეთ შენ აქეთ მე არსუ ისე შემთხვევით შევარჩიე ეს ადგილი ჩვენ თეატრი იმიტომ რომ მეც რეპეტიციები მოგე და შენც რეპეტიციები გაქვს ჩვენთან და ამიტომ შინაურ მოედანზე ავარჩიე და მახარებს რომ ერთიათში ვართ ახლა მე და შენ შემოქმედებით სხვადასხვა სპექტაკლში, მაგრამ შემოქმედებით პროცესში. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა. როგორ ახარ მოგვიყევი პირველ რიგში? მადლობა, კარგად ვარ. სახიები რეპეტიციიდან რო გამოდის, კარგად არის. კარგად ვარ, პირადულშიც ძალიან კარგად ვარ. პირადშიც კარგად, შემოქმედებით კარგად ხარ და ყველანაირად. ხო, იმიტომ რომ ჩემმა შვილმა ჯვარი დაიწერა და ძალიან ბედნიერი ვარ. გილოცავ, არ ვიცოდი მოსავალს ამბავი. ამაზე კარგი რა უნდა. ხო, ნამდვილად და ძალიან მიხარია და ბედნიერი. ბედნიერება, აბა შვილიშვილები, შვილთა შვილებია. ნახოთ და ველოთ. ისე ფორმაში ხარ ჯერ წინ არის ყველაფერი. სანამ მე მივივალ სამ სპექტაკლში და ამ რეპეტიციებს რის გამო ჩვენ თავისუფალ ხარ და ის ძალიან მახარებს. მოდი დავიწყოთ იმით, რომ შენ დიდი ხანია სცენაზე ხარ, დიდი ხანია ამ პროფესიაში ხარ, მაგრამ ბოლო პერიოდში მე რასაც უყურებ, თუ ვწდები, შემისწორი ხარ. უფრო დიდ ნაწილს შენ უთმობ სხვა მსახიობების თავის პროფესიაში დასაქმებას. ანუ განმარტოთ ქართულად სინჯებს რო ვეძახით, კასტინგი უფრო მიღებული ფორმაა, შენ ხარ ერთ-ერთი იმათაგანი მრავალი წელია, რომელიც არა მარტო ჩვენთან, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ძალიან ბევრ მსახიობს შეუწყო ხელი და უწყობ ხელს. როდის და როგორ დაიწყო ეს? თუმცა კარგია რომ ისე რჩები სცენაზე, ისე ხარ შენ პროფესიაში, ხანდახან შენ თავსაც გამოვაჩენ ხოლმე როლებში. აი, როდის და როგორ და რატო დაიწყო? დაიწყო ეს ნათქვამი მაქვს ალბათ კიდე გავიმეორებ, ხო, მოვყვები. ჩემ და უნებურად. კასტინგი მე კომუნისტური წყობიდან მოვდივარ, იმ პერიოდიდან საბჭოთა ბავშვი ვიყავი. ნუ გამოვიარე, ნუ სტუდენტობაც საბჭოეთში ვსწავლობდი, ასე ვთქვათ. და ჩვენ დროს იყო რუსულ სიტყვას ვიხმარ პრობები. და ნუ პრობებზე წასვლა ეს ძალიან ისეთი იყო, მნიშვნელოვანი იყო მსახიობისთვის, მით უმეტეს ახალგაზრდისთვის და ვამბობ ხოლმე ჩვენ დროს გაპარსული დადიოდნენ ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებით. დღეს რო ძალიან ეს მოდაშია, ხო. და თუ ვინმეს რუსთავაზე დავინახავდით, რომ წვერი ქონდა, ესე იგი კინოში იღებენ. ხო, ან პრობები აქვს და გვიხარავდა და ვაიმე რა, წვერი რატო გაქვს? პრობებზე ხარ? ნუ ისიც ძალიან თამამად და ამაყათით ხო დაბარებული ვარ იქ ბატონ რეზოსთან იქ იმასთან რა რეჟისორებს ჩამოთვლიდნენ ხოლმე იმ დროინდელ რეჟისორებს და ძალიან ჩვენც ცოტა შურის თვალით უყურებდით ხოლმე ვინც არ ვიყავით დაბარებული ამ პრობებზე ასე ვთქვათ ჭყალებში. ეს ჩემდა უნებურად მოხდა, ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობიდან ალბათ ყველა მსახიობი, მომავალი მსახიობი დადის თეატრებში, მაგრამ მე განსაკუთრებით აი ყველა სპექტაკლი ნანახი მქონდა 3-3ჯერ, 4-4ჯერ. თან მაშინ დილის სპექტაკლები იყო და ყველაფერს ნუ აი დილ 12 საათზე გამოცხადებული ვიყავი პირველ რიგში ვიჭი ყველა თეატრში. და რო ჩამოდიოდნენ რეგიონებიდან სხვადასხვა თეატრებიდან, ქალაქებიდან თეატრები იმათაც ვნახულობდი და ვიცნობდი ასე თუ ისე ესეთ ქართულ სამსახიობო ბაზას. და მოვხვდი ერთ-ერთ სერიალში, სადაც რაღაც 1-2ჯერ დავეხმარესავით. ჩემ დაუნებურად ესეც, რომ აი ესეთი როლია და რაღაც აი რადგან მსახიობი ვიყავი პროფესიონალი და ესა, აი ამ როლზე რა ვინ შეიძლება რაღაც ერთჯერადი როლები რომ არის და ეს მე გეუბნებით 2003-4 წელი. მაგ პერიოდში და რაღაც 1-2ჯერ გავამართლე, ასე ვთქვათ, ჩემი არჩევანი, გამართლა, შეთავაზებამ გაამართლა და ნუ მე რაღაცა ცოტა სერიოზულად მომთხოვეს უკვე, რომ აი ხა ამაზეო და მეც მიხაროდა ეხა როგორ მსახიობი თან ის პერიოდია 90-იანების შემდეგ ახალი შემოსულია სერიალები, ტელევიზია, სივრცეს, ტელესივრცე, კინო და მიხაროდა რა თქმა უნდა, რომ მსახიობები მოდიოდნენ და რაღაცა ეკონომიური თვალსაზრისითაც უმართლებდათ და თან ეკრანზე ჩანდნენ.
ხო, მაგრამ მე რასაც დავაკვირდი, იმიტომ რომ მეც რამდენჯერმე მომიწია შენთან მოსვლა. აი, მოდი შენი როლი და შენი ფუნქცია განსხვავოთ რა ხდება. დაუშვათ არის პროდიუსერი, რეჟისორი ალბათ, რომელიც წაიგითხავთ, გეუბნება რა ტიპი სჭირდება და შენ უბრალოდ თავაზობ, თუ აი როგორ არჩევ, იმიტომ რომ მე რომ ვიყავი რამდენჯერმე შენთან ერთგვარი სინჯი შენთანაც გავიარე სახეობად. ანუ მონაცემების დამეხებით უბრალოდ ვიზუალს, აი როგორ ხდება, რას გიკვეთავენ და რას თავაზობ. აი ნახეთ ახლა როგორ არის. შენი ფუნქცია რა არის მაგ დროს? ხო, მე უცებ გეტყვით იმას, რომ მე უკვე მომცეს დამოუკიდებლად რაღაც ახალგაზრდული სერიალის კასტინგის, ასე ვთქვათ, უკვე როცა კასტინგს უკვე შეერჩევა. ხო. შეერჩევა მსახიობების. და იქაც რაღაცა გამართლდა. ძალიან პოპულარული სერიალი აღმოჩნდა გოგოები და ბიჭები, მზეზე გადიოდა და ეს იყო ჩემი რაღაც პირველი ნაბიჯები, ხო, ჩემი პირველი ნაბიჯები. ნუ მე კინოში გადავედი, დიდ კინოს ვეძახი, როცა მოხდი ლევან კოღუაშვილთან პირველად და ნუ იმის შემდეგ რაღაც შემდაუნებურად გავამართლე ეთყობა რეჟისორის იმედები. და ლევანთან და ჩვენთან კი არა, ლევანს ჩემი დიდი პატივისცემა, ჩემს ძვირფას რეჟისორს უკვე საერთაშორისო Netflix-ები და ძალიან ნამდვილად კი. მოდი სანამ აქა მივალთ ამ საერთაშორისოებზე, აი რაზეც კითხე, იმაზე მითხარი. რა არის შენი ხო, აი რა არის ჩემი ფუნქცია? კასტინგ, მე ესე ვმუშაობ. შეიძლება სხვანაირად ვმუშაობ. ჩემი პრინციპი ესეთია, რომ სცენარი უნდა წავიკითხო აუცილებლად, ვისთანაც ისიც კითხულობს, ვინც არის ჩემი ვთქვათ თანაშემწეა თუ დამხმარე ადამიანი, ვინც მეხმარება და იმის მიხედვით ამოწერილი ეს როლები, თავარი როლები, მეორე ხარისხოვანი, იქ კიდე არის რაღაცა ეპიზოდური, იქ მასიური სცენებში არ ვიცით ხოლმე, იმიტომ რომ ლოკაციის მიხედვით მე ის რეჟისორი გვაწერინებს, რომ აქ ალბათ 1-30 მინდა პროდიუსერი ძახის 30 ბევრია, 20 ჯობია. 20 ჯობია და ნუ აი ესე შუაში ვდგავარ ხოლმე მე და ვარეგულირებ. და ამ პერსონაჟების მიხედვით უკვე ირჩევა მსახიობები, იმიტომ რომ ერთ არიან რეჟისორები, მე არ მიყვარს ბევრი მსახიობის, აი და უთვალავი რო იცი, არა ისიც მოიყვანა ის, არა, არ შეიძლება ეს ისიც მოიყვანა ერთი მსახიობისთვისაც ცოტა ტრამვირებული ამბავი, რამდენჯერ ყოფილ ვარ მეც თვითონ კასტინგზე და მივხვდები რომ მე უკვე სისხლში მაგ და ვიცი რომ 5% ამიყვანენ. 95 არა, 5% ამიყვანენ, აი ამ განწყობით მივდივარ. 5-ის გამოც მივდივარ, რა ვქნა, პროფესია ასეთი. ანუ არჩევანს მაძლევენ. ასევეა, ჩვენ არჩევანს აი როგორ არის იცი, რომ შანსს მაძლევს კასტინგის მენეჯერი, რეჟისორი, რომ აი ვთქვათ, იმიტომ რომ აი ვაჩვენებ რაღაცა როლზე, სიტყვაზე, რაღაც თავარ როლზე 5 მსახიობს, ან 6 რეჟისორს. და ის მეუბნება, ნუ ეხლა გაიცნეს მსახიობები, თორე იყო, რომ არ იცნობდნენ. ნუ თეატრში იშვიათად დადიან კინორეჟისორები სამწუხაროდ. ესე კი. არც უარ ყოფენ თვითონ. ხო და ამიტომ ისინი რო არ დადიან, მე დავდივარ ყველა სპექტაკლზე, ცუდი, კარგი, ყველაფერს უყურებ, რომ მაინტერესებს. რა თქმა უნდა. სტუდენტებთან მათ შორის ვიცი. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში ეს პირველი კურსიდან ასე ჩასაფრებული ვარ ხოლმე და მეუბნება რომ აი ეს არ მინდა ეს აი 3 კაცი ვნახოთ შევხედოთ მომიყვანეთ და მე ის უკვე ისაკეთებს სელექციას და ხო თვითონ ახლა კამერები არა ხო კი ბატონო მსახიობები არაო არა კი ბატონო ისე კითხე შენს აი აშვენე რომ ეს 3 გეუბნება შენ რასაც ეწყვი აქვს ხოლმე მნიშვნელობა თუ წვეთ რეჟისორი თუ გააჩნია რეჟისორი რეჟისორს აი ნახეთ მე ძალიან მიყვარს როცა ჩემი და რეჟისორის გაიტანე შენ რომ აი ეს იყოს რა თქმა უნდა იმიტომ ჩემთვის არავინ არ არის ბიძაშვილი და დეიდაშვილი არავინ ხანდახან ახალგაზრდები ისეთი არც ვიცით ესეთ გვარი და სახელმწიფოს ვიმახსოვრებ ხოლმე უკვე იმასაკში ვარ თორე ადრე უფრო ვიმახსოვრებდი არა როცა ნიჭს ეხება იქ როცა ხედავ რომ რა თქმა უნდა აუცილებლად მე ჩემსას მე მიტირია როლს რო არ დაუმტკიცებიათ მსახიობ ოღონდ იმან არ იცის არც დღეს არ იცი აი გამოვსულ ვარ და სიმწრისგან მიტირია რომ რატო ხო ის უნდა ყოფილიყო ნამდვილად იმიტომ რომ იმის როლი იყო საერთაშორისო ასპარეზზე რა ხდება ამაზეც გითხარი იმიტომ რომ თქვი რომ ძალიან სასიხარულოა არა მარტო შენ შემთხვევაში ჩვენი კინოს ნამდვილად და ღმერთმა ქნას რომ ყველაფერი წინ არის და მე ძალიან
იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქართველი მსახიობები უფრო და უფრო გავლენ საერთაშორისო ასპარეზზე, იმიტომ რომ მართლა ნიჭიერები არიან, მართლა კარგები არიან. მე მახსოვს, როცა ჰოლივუდში, Netflix-ზე გავაგზავნე ქალების სინჯები, იქიდან მომივიდა ესეთი პასუხი. ესენი ყველა საქართველოში ცხოვრობენ, იმდენად მოეწონათ სულ ყველა. ასე რომ აი ხაც უყურებ მსახიობებს და მიხარია რომ მართლა ბევრის თქმა შეუძლიათ კინოში ჩვენს ქართულ მსახიობებს. ეს ძალიან შრომატევადი საქმე რა შეჩენაკეთე. თან აქ უნდა იყოს რომ ეს არ არის ბულში არჩევა. მე ეს სტრესულიც არის. მათ შორის თვეებით ხარ წასული სტრესული ცხადია. მაგრამ პარალელურად ამისა შენ კიდე ერთხელ ვთქვი რომ შენ პროფესიას არ ვიწყებ და ამ შუალედებში არაერთი დასამახსოვრებელი როლი სერიალში კინოში თუ მაინც შემოგვწევს მაგრამ ეხლა გეტყვი რადგან მსახიობი ხარ ჩემი კოლეგა ხარ გეტყვი რომ მე ჩემი პროფესიით სამსახიობო თვალსაზრისით ვიძახი უკმაყოფილო ვარ ჩემი ცხოვრების იმიტომ რომ ჯერჯერობით არ მიფიქრია კასტინგის რეჟისორი გავხდებოდი რომ ახალ ბავშვობაში მე მინდოდა მე როლები რა თქმა უნდა ამიტომ ჩავაბარე და არც მქონდა კასტინგის სიტყვა რო დაწერეს პირველად ტიტრებში კასტინგი ვაიმე რა არის რატო დაწერ ვერ გავიგე წესიერად და ეს ჩემი დედა ჩემის თაობის ქალები მირეკავდნენ კასტინგი მჟავანაწერია რა არის ეს კასტინგი კაცო რა არის აი უხსნიდი ხოლმე მოიტანა ეს გარემოება ხო გარემოება მოიტანა და პირიქით მადლობელი ვარ რომ მე საშუალება მომეცა თუნდაც აი 2-3 მსახიობს თუ რამე გაუკეთე სიკეთე და რა ვიცი ძალიან ბედნიერი ვარ ამით იქ მავიწყდება რომ მსახიობი ვარ იქ მავიწყდება აი გადავდივარ ვარ ჩვეულებრივი ლომი რომ აბა ქართველებო მიდით და აბა ესეთი რამე ყოფილა რომ აი იქ რო გავიწყდება რომ მსახიობი ხარ და თავაზობ რეჟისორს უცებ ვთქვამთ რომ იმ რეჟისორს რომ აბა ეხლა შენ ხო არ გითამაშე მე კი ყოფილა ესეთი კი რა თქმა უნდა მე მქონდა ერთი წლის წინ წელიწად ნახევრის წინ ესეთი რომ მსახიობი მოიხსნა და მირეკავენ რომ შენ წამოდი ეს ხდება სხვა ქალაქში გადაღება არ მინდა ეხლა ხო კი ბატონო კონკრეტულად და შენ წამოდი და შევდივარ კონცერტზე საყურებლად ну რაღაც გამოწყობილი ვარ ძლივს წავედი სადღაც რა ცოტა დავისვენო და აი ზარები და შევედი და რა ვქნა ვზივარ და თან უყურებ ამას თან ისა და წერ რომ თან ერთი მომენტი როგორ არა მსახიობი ხარ უცებ აი წავიდა კადრებად რომ ეს რო ვითამაშო ეხლა მე ისა მაგრამ ხვალ უნდა წავიდე ამაშია საქმე ხვალ აი ზუსტად დღეს ღამეა და ხვალ დილით უნდა მომაკითხავს მანქანად ჩავიდე ნახოს რეჟისორმა კიდე გამატაროს და მეოთხარი მე მოგიძებნით მსახიობს ვინც ჩემზე უკეთესად ითამაშებს ამ როლს ამას აი ეხა გეუბნები ვთქვი და მე გავუშვი მსახიობი ვინც მართლა კარგად ითამაშა ეს როლი იცი რა არა შენ წარმოიდგინე რაღაცა ის მაგრამ მე ტიპაჟი კინო რა არის კინო არის ვიზუალი კიდე მარტო იმას არ აქვს მნიშვნელობა რომ შენ კარგად თამაშობ სცენაზე კინო არის ვიზუალი ის ვიზუალურად იმ როლისთვის იყო ჩემზე მაგარი. და მას უნდა ეთამაშო. მაგარი განაცხადია. მე ყურში გეტყვი ვინ იყო. კარგი, მე მითხრა. სულ თავიდან რამ და ვინ მოგანდომა ეს პროფესია? აი, მაშინ. მსახიობო. ხო, იმ ეპოქის სტუდენტ ბავშვი იმ ეპოქაში 70-იანი წლებში გადავარდით ახლა ჩვენ. აი რამ? რამ და ძალიან მიყვარდა თეატრი. და სულ თამაშობდი ბავშვობიდან და ბები ამზრდი და ბოლქვაძის ქალი იყო ჩემი ბებიკო და ძალიან მიყვარდა ხა ყველა შვილიშვილს უყვარს თავის ბებია და თან მით უმეტეს იმ პერიოდში ნუ რაღაცა რატო გენატრებაო ის დრო მეუბნებიან როგორ არ მენატრება ბებია მყავდა დედა მყავდა მამა მყავდა და მეფერებოდნენ და თან ნაბოლარაშვილი ვიყავი და რას ლაპარაკობ ბებიჩებს ესე თვალით რო გავხედავდი იმან იცოდა უკვე რა მინდოდა ხო და სულ თამაშობდი აი სახლშიც მარტო რო ვიყავით ან მარტო ვიყავით უფროსი დები მყავდნენ გათხოვდნენ და მე და ბებია მშობლები მუშაობდნენ რაღაცა და სულ საუბრობდი სულ ხელებით რაღაცა სულ თოჯინებთან სულ აფხაცებს ლაპარაკობდი ბებია ჩემი ისე მიყურებდა და ბებია მეტყოდა ლაპარაკობ ბებო არ შეიძლება ეშინოდა არ გაგიჟდესო იმიტომ რომ ამდენს ლაპარაკობ მე ხო ეს ქუსლები და ეს ყველაფერი ხო იცით ბავშვობაში ნუ მაშინ რა გასართობი მქონდა კვირაში ერთხელ მულტფილმი გადიოდა ტელევიზორში და იმას თუ შევხედავდით შაბათ-კვირას თორე მეტი სხვა რა ცირკი
და ცირკი მიყვარდა ძალიან და სულ ამბობდი რომ ცირკისტი უნდა გამოვიდე მეთქი. გიждდებოდი ეს ჭყვიალა და აი ეს პოზა მაგიჟებდა და სახში რომ მოვდიოდი სულ ამ პოზით ესე. ანუ შენში ეს ამბები ბავშვობიდან იყო. კი, ჩემში ეს ბავშვი, მე ნუ მამა ჩემი, რომელიც სასოფლო სამეურნეო სახალხო თეატრის რეჟისორი იყო, მან მათამაშა პირველად როლი 8 წლის ვიყავი, კონსტანტინე ლორთქიფანიძის ცაბუნია, ესეთი ნოველა არსებობს და 8 წლის ასაკში ვითამაშე. და დავიწყე და ნუ მართლა აი რა ვიცი სხვა არც მიფიქრია არასდროს არაფერს. შენ თქვი რომ ესე იგი მამა ახსენე, ბები ახსენე, პირველად მათამაშა პირველად შევდგე. თუ გახსოვს პირველად ვინ გითხრა როგორ გაიგე ღმერთის არსებობა და სარწმუნოება და როგორ მოხდა და აი ერთად რომ შენი წვენასთან კავშირი როგორ შეკრა თუ გახსოვს ეს? ესე ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ ნუ მე როგორ ოჯახში ვიზრდებოდი ახლა, მამა ჩემი კომუნისტი იყო. ნუ მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო, დედა არა, მაგრამ მამა კი. ხა ჩვენთან ესე ღმერთზე საუბარი რო გითხრა ოჯახში არ ხდებოდა, მაგრამ მე დავდიოდი ეკლესიაში. იმ დროსაც მე ვერ გეტყვით აი ხა როცა მარტო შემეძლო ვერაზე ვცხოვრობდი მიუხედავად იმისა და ესე მარტო წავსულიყავი, მაგრამ როგორც კი შევძელი სიარული, ჩემდა უნებურად ხდებოდა ესეც, რო გითხრა რომ ბიბლია წაკითხული მქონდა მაშინ ან რამე, არაფერი, აი ავიხედავდი და ღმერთო ვიტყოდი და პირჯვარს გადავიწერდი. დავდიოდი პიონერთა სასახლეში, პიონერი ვიყავი წარმოიდგინე და ხანდახან შევდიოდი ხოლმე ქაშვეთში და სანთლებს ვანთებდი. ეს მახსოვს ძალიან კარგად და მახსოვს კიდევ ძალიან კარგად და მაშინ ძალიან შეგნებულად სტუდენტი ვიყავი და სადიპლომო სპექტაკლი ჟანა დარკი უნდა მეთამაშა და პატარა სამებაში ჩავდიოდი დილაობით რეპეტიციამდე ბიბლიოთეკასთან დიახ და იქ შევდიოდი და ესე დავჯდებოდი და იქ ძალიან ესეთი ვიტრაჟული ეს არის ხო გახსოვთ ეს სარკმელები ხო ჩემი შვილიც მანდ არის მონაცლული სხვათა შორის და ესე სულ პირჩვარს ვიწერდი მართლა ილიამ და ოლა ხო ირაკაია ჩემი ბიჭიც უფროსი მანდ მომნათლე და ესე პირჩვარს ვიწერდი სულ და სულ ლოცულობდი და სულ რაღაცა აი არ ვიცი რატომ, მაგრამ კონდა ყოველთვის და დღესაც ღმერთო დიდება უყავს. აი მე და უფრო როდის გამტკიცდი პროცემენაში და დღეს როგორია შენი დამოკიდებულება ღმერთთან წვენასთან? იცი ვერ ვიტყვი, ვერ დავიკვეხნი, რომ ძალიან ხშირად დავდივარ ეკლესიაში. მაგრამ შინაგანად? შინაგანად მყავს ოჯახის წევრი, რომელიც ამას ყველაფერს თავის თავზე იღებს და ამიტომ მაგრამ ვცდილობ ყველანაირად წელს ვეზიარე კიდევაც კი ბატონო დიდი რამეა კი ვეზიარე ავედი მამათა მონასტერში მარტყოფში და დიდება უფალს და სულ ვამბობ დიდება უფალს რა ვიცი არ მიყვარს ჩემი ამის ყველაფერი. ამიტომ ამ თემაზე აღარ გავაძლებთ, ბოლოსკენ მინდა. ეს არის ჩემი პირადი. შენი პირადი. მადლობა რაც გაგვანდა ისიც და დანჩენე შენ და ღმერთმა ისიც. ბოლოსკენ მინდა წავიდეთ და ისევ კასტინგს დავუბრუნდეთ. აი დავუშვათ ახლა ჩემი დაწყებული გვისმენს მსახიობები და მათ შორის მოყვარულებიც, იმიტომ რომ ხშირად კინოში ჭირდება და არაპროფესიონალიც. რას მიაქციო ყურადღება შენთან უნდა სხვაგან მივლენ სინჯე კასტინგზე, პრობზე. პირველ ეტაპზე რას მიაქციო ყურადღება? რა არის საჭირო, რა გამოხატო? პუნქტუალობა, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, როცა მსახიობს ვიბარებ მით უმეტეს ახალგაზრდას და მეუბნები 2 საათზე მოდი და მოდის 5 საათზე და 3 საათზე ან მირეკავს რაღაცა ისა ცოტა არასერიოზულად დამოკიდებულება მეცვლება. მე რაც შემიძლია უხსნი ყველანაირად რომ ესე არ ხდება. კინო არის ჯარისკაცების. კინოში მე მithქვამს ხოლმე რომ კინოში არ დადიან გადასაღებ მოედანზე, კინოში დარბიან. მე გადამღებ ჯგუფზე ვიწარ. თანამედროვე კინოში და პროდიუსერი წამებია და კი, ნამდვილად და სერიოზული სამუშაოა. ხანდახან მიფიქრი, აი მოვსულ ვარ და ფეხსაცმელები სადარბაზოს კარებთან დამიტოვებია, იმდენად ტალახიანი და ისეთი ყოფილა და მithქვია რომ ვაიმე აღარ მინდა აი ეს გალუმპული ხარ გაციებული რაღაცა და დაწვევი რომ აი რა არის ეს რა სიგიჟია რა ფენომენია რომ
ხვალდილით 6 საათზე უნდა წამოხტე და აბა გათენებული რო არის უნდა გაიქცე იმ სიცივეში და ის რა გემრიელიად გათენისას ჩაის რო სვავ რა გემრიელი აბა რა ხოდა მესმის და მიაქცენ და ბოლოსკენ მინდა კითხო რითიც დავიწყეთ მოგწყვიტე რეპეტიციას მეც ეხლა რომ მორჩებით მე სცენაზე შევალ შენ მცირე წარმატებებს გისურვებ შენ ჩემზე ადრე გაკრემიერა მოგვიყევი ჯერითი ძალიან მახარებთ ჩვენ თეატრში მეც ძალიან მიხარია რა სპექტაკლია და აი ჩემს ცხოვრებაში ჩემს თეატრ სამსახიობო ცხოვრებაში პირველად ვარ სხვა თეატრში და მარჯანიშვილს არ ღალატობდი ხო რა არა არა არ ღალატობ რა კი თამაში სამეფო უბნის თეატრში ახალგაზრდობაში ვთამაშობ ამ ასაკში ხო ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ახალგაზრდა რეჟისორმა მანდო საკმაოდ სერიოზული როლი ნიკა ჩიკვაიძემ და მუშაობენ ნიკასთან და ხო ძალიან კარგი ახალგაზრდაა და აღფრთოვანებული ვარ მასთან ურთიერთობით არა მარტო რეჟისურით ურთიერთო პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანია თან გავიგე რომ ქალბატონი მედეა ბიბილეიშვილი და ეს მერე გავიგე და გავგიჟდი იმიტომ ძალიან დიდ პატივს ვცემდი ბები ამის და რა ვიცი ცოტა ვღელავ ჩემო ახალ სცენაზე და მიხარია რომ რაღაცა ამ ასაკში ვიღაცებს გავახსენდი. დიდად არ ვახსოვდი ხოლმე. ხო, ნახოთ ამ ასაკში ესე ჯერ იმდენი გაქვს. ხო, ნახოთ, ცოტა ისეთი ნათქვამი იყო ხოლმე, ერთხელ მითხრა ერთმა. ხო, ნუ არ მაკავებენ, არ მეძახიან თეატრში და ისე, კაცო ხო არ ცალიაო, ერთმა თქვაო და. კითხედი ხომ ცალია. და მიძახე და რა ვიცი, მოვიცალე. მოვიცალე, იმდენად გიყვარს შენი პროფესია, ჩემ თავს ვავწყნარებდი ხოლმე, რომ ნუ ეხა მე იმდენი საქმე მაქვს ეხლა და ჩემი მეუღლე სხვათა შორის რგული როდარ ეკა შენ ეხა იმდენი საქმე გაქვს მოიცათქცალია და მაინც ხო ნუ ეს ვითომ ჩემ თავს ესე ხო სათცალია კაცო სათცალია და ამ დროს რა არის ეს არტისტობა მსახიობობა როგორც კი მაშინაც თან შევძლებ არ შევძლებ გავაკეთებ რაღაცა მაგრამ მაინც წარმატებები მადლობა რომ მოიცალე და მადლობა რომ ჩემთვისაც მოიცალე. გაიხარე ჩემო დაკო წარმატებებს გისურვებ პრემიერას. მეც გისურვებ წარმატებებს. საოცარი პიესაა და ო დიდი მოლოდინი. დიდი. მადლობა დიდი. გაიხარე. ყველაზე დიდი ჯილდოა როცა ხალხია ესე გულწრფელად გეპყრობა და გეუბნება ესეთ თბილ სიტყვებს.